გილოცავ, შენ კიდე უფრო ერთი ნაბიჯით ახლოს ხარ ბედნიერ ცხოვრებასთან. ეხლა გავიაროთ დღე მეორე. პირველი დღე ალბათ ბევრი რაღაცები აღმოაჩინე, ყველაფერზე მადლიერება თუ გამოხატე და თუ მიყევი პრაქტიკას, მადლიერების გამოხატვა და ეხლა გადავიდეთ დღე მეორეზე, სადაც კიდე ახლიდან განვიხილავთ რაღაცებს. მაგალითად, დღეს გვექნება ქვეცნობიერის თამაშების განხილვა და როგორ ესე იგი მივმართოთ ჩვენი ქვეცნობიერი იმისთვის, რომ ჩვენი სასურველი ნივთები, სიტუაციები და მდგომარეობები ჩვენთან მარტივად მოვიდეს. ამისთვის გავაკეთოთ პრაქტიკა. ვიღებთ ფურცელს და ვწერთ ჩვენი მიზანი, ანუ ჩემი მიზანი ამ შემთხვევაში და დავიწყებ პირველით. ამ დროს უკვე უფრო ღრმად სიღრმისეულობად ჩავიდეთ ჩემ სურვილებში. ჩვენ უკვე იმხელა ფსიქოლოგიური მასალა გავიარეთ, რომ სურვილებში და ჩვენ მისწრაფებებში დიდი ალბათობით უკვე კარგად ჩავიდოდით, ამიტომ შეგვიძლია ამის მარტივად გაკეთება. დავწერთ პირველი რამ სურს. როდესაც ამას დავწერ, უნდა დავწეროთ შემდეგი ფორმით. მე მინდა ესა და ეს და წერტილი. მაგრამ ამ წერტილის შემდეგ უსვამთ თარიღს, გონივრულ თარიღს, რომ აი ამ თარიღამდე. ეს უნდა დავწეროთ აუცილებლად. მერე მეორე, კიდე რა მჭირდება იმისთვის, რომ ამ მიზანს მივაღწიო? ანუ პირველი უნდა იყოს მთავარი ფუძისეული სურვილი და მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე სამდეთ ჩავყვებით ის დამხმარე და ის შემადგენელი მომენტები, რაც ამ პირველისკენ მიგვიყვანს. ყველას მივწეროთ თავისი თარიღი, რომელ თარიღამდე მე მინდა ესა და ეს, აი ამ თარიღამდე. და ესე შევადგინოთ ეს ჩვენი 10 მიზანი მაქსიმუმ დავწეროთ. მაქსიმუმ 10 ჯობია რომ იყოს. პირველი მთავარი უნდა იყოს და შემდეგ ჩაშლა რა მაკლია იმისთვის რომ ამ მიზნამდე მივიდე. ეს შეიძლება თქვენ ცოტა სასაცილოდაც მოგეჩვენოთ, თუმცა გამოცდილია და საკმაოდ კარგად მუშაობს და ქვეცნობიერის თამაშებს ზუსტად იქით მიმართავს, საერთოდ ჩვენ გვინდა რომ წავიყვანოთ. ხო, კიდე ერთი ასპექტი, რომელიც დღეს უნდა გავიაროთ ქვეცნობიერის თამაშებთან, არის გამოცდების გადაფასება. ანუ რეალურად ჩვენ ცხოვრებაში რაღაცა სიტუაციები, როდესაც მოხდა, რომელიც დამძიმებული იყო და ჩვენ არ გვესიამოვნა და საკმაოდ ესე ძაფრად შევიგრძენით ჩვენ თავზე, ეს იყო რაღაც მომენტების გადაფასება რეალურად. ანუ რაღაც არჩევნის გაკეთება გვინდოდა, ნუ დაუშვათ ჩემი ცხოვრება უნდა წარიმართოს ასე, თუმცა ესე მარტივი არ არის ყველაფერი შეცვლა აუცილებლად ჩვენი ქვეცნობიერი, ჩვენ გვიწყობს თამაშებს, რომელსაც ჩვენ ვეძახით სამყარო გამოცდას გვიწყობს, სინამდვილეში ჩვენი ქვეცნობიერი აწყობს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ჩვენი ფოკუსი ამისკენაა მიმართული. და ჩვენი ქვეცნობიერი გვიწყობს გამოცდას, რომ მართლა მზად ხარ, რომ ეს შევცვალო, იმიტომ რომ ქვეცნობიერი ცვლილებების განხორციელება არის მარტივია. ამის დამტკიცება მოგვიწევს, რომ ჩვენ მართლა მზად ვართ, ჩვენი ქვეცნობიერის თამაშები შევცვალოთ და სხვანაირად წავმართოთ. ამიტომ, როდესაც რაღაცის შეცვლას დააპირებთ, უკვე გავიარეთ ეს სტრატეგია, როგორ უნდა შეცვალოთ რაღაც სურვილები და მიზნები და მიდგომები და ჩვევები ჩვენ ცხოვრებაში და ზუსტად აი ამ 4 საფეხურს მიყევით, რომელიც წინათ განვიხილეთ და აუცილებლად ცვლილება მოხდება და ჩვენი ქვეცნობიერი სხვანაირად დაიწყებს თამაშებს. მესამე საკითხი დღევანდელ დღეს არის რა წავიდა ჩვენ და დღის ბოლოს კარგად ამის პრაქტიკა. ანუ როდესაც უკვე დავწვევით და ძილს დავაპირებთ ამის წინ უნდა გადავახარისხოთ მთელი ჩვენი დღე, როგორ ჩაიარა და პოზიტიური მომენტები ამოვკრიფოთ და მადლობა ეს რომ მოხდა. მადლობა ეს რომ მოხდა, მადლობა ამისთვის, მადლობა ამისთვის, მადლობა ამისთვის, მადლობა ამისთვის და ესე ჩვენი ქვეცნობიერი გადაეწყობა და გადათამაშდება პოზიტივისკენ და უფრო მეტ პოზიტივის დანახვას შევეცდებით. მეოთხე ასპექტი დღევანდელი დღის არის სიუხვის წრის ან სიმრავლის წრის შექმნა. ერთა იგივე არის და ამ ესე იგი პრაქტიკას აქვს ესეთი ფორმულა 3-6-9. და რას ნიშნავს ეს? დილით რაღაცა როცა გსურს, სამჯერ უნდა ვთქვათ, მე მინდა, დავუშვათ, მე მინდა დღეს რომ რაღაც იღბალი მოვიდეს ჩემთან, მე მინდა დღეს რომ იღბალი მოვიდეს ჩემთან, მე მინდა დღეს რომ იღბალი მოვიდეს ჩემთან. ამას დილით ვიტყვი. შუა დღეს 6 ჯერ უნდა ვთქვა. მე მინდა დღეს რომ იღბალი მოვიდეს ჩემთან, სიტყვაზე ვამბობ, მაგრამ და მე საღამოს ვიტყვი 9 ჯერ. 9 ჯერ. ესე იგი 3-6-9. თუმცა მე მინდა იღბალი მოვიდეს ჩემთან არის საკმაოდ ზოგადი. და გაუგებარია, ამიტომ ჩვენი ქვეცნობიერი დაიბნევა
და ვერ განსაზღვრავს, რაზე გააკეთოს ფოკუსირება და რისი ვიზუალიზაცია მოახდინოს, ამიტომ რაც უფრო სპეციფიური და დეტალიზებული იქნება ჩვენი სურვილი, მე მინდა ეს, უფრო მეტი შანსია იმისი, რომ ასრულდება. ეს იყო 4 ეტაპი ქვეცნობიერის თამაშების. როგორ შევცვალოთ ჩვენი ქვეცნობიერი თამაშები იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრება გახდეს უფრო ბედნიერი.